ნინო დარასელი, ჟურნალისტი, დაიბადა 1974 წელს. ბავშვობის ოცნება, ყოფილიყო დიქტორი. ყველას სად გვინდა დაბრუნება, ხო, ყველას გვინდა დაბრუნება ბავშვობაში, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი პერიოდი იყო ყველასთვის, ყველაზე ლაღი, ყველაზე უდარდელი და უდარდელი რატო? იმიტომ რომ მართლა არანაირი დარდი ჩვენ არ გქონდა, არ ვიცოდით ყოველ შემთხვევაში. პასუხისგებლობა არ გქონდა, საქმე ჩვენ არ გქონდა. ჩვენი საქმე იყო ოცნება, თამაში, თამაში, ოცნება. და დიდები რომ გავიზარდეთ ის თამაში, საქმე თუ აქციეთ და ოცნებები ავისრულეთ. ჩვენთვის ხო ბევრი თამაში იყო და ბავშვები თამაშობდნენ რაღაც წრეში ბურთს რეზინობას და მე ამოვიბოდი სახში არაფერი არ მინდოდა და მინდოდა რომ წამეკითხა პროგრამა ესე დავждებოდი და ვიდრე ეკრანთან მკითხულობდი ესე დავიჭერდი ხალხს და რაღაც 12 საათზე ნუ წუთზე ახალი ამბები 12 საათზე 30 წუთზე ცეროდენას ეკრანი და მე რაღაც პოეზიის 5 წუთი ილუზიონი და რაღაცები და მოგეთ ამაზე ვოცნებობდი რომ ყოფილიყავი წამყვანი კი არა დიქტორი და ეს გამომეცხადებინა და მინდოდა რომ ყოფილიყავი ჯულეტა ვაშახმაძე, დონარა კიწურაშვილი, თინა მგალობლიშვილი, ჟანეტა არჩვაძე, სასწაული ქალები იყვნენ და მეც მინდოდა რომ ეს ყოფილიყავი და მართლა რომ გავიდა დრო და ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და შევიდი და ეს ადამიანები ვნახე ჩემთან და ნუ სადაც ვიყავი მე, იქ იყვნენ ისინიც და ჩემთვის იყო საოცრად და მთელი ცხოვრება ვოცნებობდი რომ მეთქვა რომ გამარჯობა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ მე ნინო ვარ დარასელი. უდარდელი ხო იყო ბავშვობა, როცა ვოცნებობდი და ეს არის უკვე პასუხისგებლობით სავსე უკვე დიდობა. როცა ვოცნება კი ახდა, მაგრამ ეხლა ამ ყველაფერს სჭირდება მოფრთხილება და შენარჩუნება. ბავშვობის ნატვრას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. დაასხვიე რეალობად ქცეული სურვილები. იმედიელი, დაზღვევა რომელსაც ირგება.